ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ციხანოვსკიმ ვარშავაში ბელარუსული დიასპორის შეხვედრაზე თანამემამულეებს მიმართა, რომ იმედგაცრუების დრო დასრულებულია. ციხანოვსკი გასულ შაბათს 13 პოლიტპატიმართან ერთად გაათავისუფლეს. იგი მეზობელი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დაბრუნდა, სადაც დახვდნენ მეუღლე, დევნილი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია და შვილები. სერგეი ციხანოვსკის თქმით, დასავლელი ლიდერები ამზადებენ ძლიერი სანქციების ახალ პაკეტს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარს იტყვის. ბელარუსებს 2020 წლის პროტესტებამდე ცვლილებები სჯეროდათ. ახლა კი ვხედავ, ისინი მოწყენილი და დაშინებული არიან. მეგობრებო, თუ მართლა გვინდა ცვლილება, პირველ რიგში ეს მუხტი უნდა დავიბრუნოთ. მე ვიყავი ციხეში, იზოლაციაში. ადამიანებთან კომუნიკაცია არ მქონდა, მაგრამ სულიერად არ გავთხოვდი, რასაც დღეს თქვენში ვგრძნობ. თქვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობთ. 46 წლის სერგეი ციხანოვსკი პოპულარული ბლოგერი და აქტივისტი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ალექსანდრ ლუკაშენკა მინსკში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში. კიტკელოგი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ბელარუსს ბოლო წლების განმავლობაში ეწვია. ოპოზიციონერმა ლიდერმა წლების წინ დაიწყო კამპანია ლუკაშენკას წინააღმდეგ სლოგანით „ჩიაჩერე ტარაკანი“. იგი მაშინ დააკავეს, როდესაც განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. ციხანოვსკის 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. უკვე ვუთხარი ჩემი აზრი პრეზიდენტ დუდასა და ბატონ სიგორსკის. იმავეს ვეთქვი ყველა ევროპელ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაშიც. ვეთქვი თითოეულს, მოამზადეთ სანქციების ძლიერი პაკეტი ლუკაშენკას წინააღმდეგ. ჯერ ნუ გამოაცხადებთ. მიიტანეთ მაგიდაზე დადეთ და უთხარით. თუ ეს პოლიტპატიმრები არ გათავისუფლებიან, მაშინ ამ სანქციებს ავამოქმედებთ. ბელარუსში 2025 წლის იანვარში ჩატარებული სადავო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკამ მეშვიდე ვადით გაიმარჯვა. 2024 წლის შუა პერიოდიდან მისი მთავრობა ეტაპობრივად ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს, რასაც ანალიტიკოსები დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობად აფასებენ.